ისეთი დამაინტრიგებელი შესავალი გააკეთეთ. მაინტერესებს რა კითხვებს დასვამთ. ჭუამხიარული ადამიანი უნდა იყოს. ხო. არ შეიძლება სერიოზული ესეთი უნდა იყოს, სხვადასხვა პედიატრი ვერ იქნები. ეხლა სერიოზული პედიატრი მე ვერ წარმომიდგენია. არ შეიძლება ბავშვთან ურთიერთობა, მისი გასინჯვა, მშრალი გასინჯვა და არ ეცადო მასთან ემოციური იქნება თუ რაიმე სხვა სახის კონტაქტის დავყარება. ამიღია ეს ხალათი ჩაუძიათ თქვენთვის? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, უკბენია კი, დაურწყამსაც კი, ოღონდ აქ სამწუხაროდ ჩვენ ბოლო წლებში ამ შეკითხვას ელოდი, რომ დაგიხსენო. არა, არ ველოდი, ეს სრულიად ისეთი არასტანდარტული შეკითხვაა. არ შეიძლება უყურო წყნარად ემოციის გარეშე და სტრესის გარეშე ამ ფაქტთან მithumetes როდესაც იცი რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ეს არის ყველაზე ცუდი. გამარჯობა, პარასკევის საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან და მე მინდა დღეს დიდი სიამოვნებით წარმოგედგინოთ მურმანიაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ივანე ჩხაიძე, რომელთანაც ვფიქრობ წინ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება. მადლობა ბატონო ივანე, რომ მოხვედით, დიდი მადლობა და ვფიქრობ ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხებით დღეს. როგორც სამედიცინო მიმართულებით, ისე არასამედიცინო და პირადი მიმართულებით. პირველი შეკითხვით მოდი დავიწყოთ. რატომ აირჩიე ექიმობა? ზოგადად რატო? თუ ისეთი დამაინტრიგებელი შესავალი გააკეთეთ, სანამ ეთერი დაიწყებოდა, რომ უკვე მაინტერესებს რა კითხვებს დასვამთ. ხო, არა. ეს კითხვა გათვლილი მქონდა, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც უნდა დასმულიყო და მაგითხვისთვის მზად ვარ. კაი, მაშინ ესეთ რაღაც სტანდარტზე შევთანხმდეთ, რომ რა კითხვისთვისაც მზად არ იქნებით, მითხარი რომ ამ კითხვისთვის მზად არ ვიყავი. კარგი. ამაზე გეუბნებით, რომ ესეთი კარგი კითხვაა და წესით ექიმს უნდა კითხო. ამ კითხვაზე ესეთი პასუხი მაქვს. პირველად არ მიწევს პასუხის გაცემა, რომ მე ვფიქრობ, აი რამდენიმე ვარიანტი ესეთ შემთხვევაში, როდესაც სკოლის შემდეგ არჩევანს აკეთებ. ერთი, ყველაზე გავრცელებული და მარტივი, დედა ექიმი, მამა ექიმი. ბები ექიმი ამ სივრცეში იზრდები, გესმის ყველაფერი მედიცინის გარშემო და შენს ინტერესები და იღებ ამ გადაწყვეტილებას, რაც ლოგიკურია და სწორია. მე არ მყავდა არც ერთი, არც მშობლები, არც ახლო ნათესავები, სამედიცინო დარგის წარმომადგენლები, ასე რომ ეს ვერსია ჩემთან არ მუშაობს. მე ისეთი ალბათ ასევე სტანდარტული მიზეზი მაქვს, უნდა მოგეწონოს ვიღაცა. რომ მიბაძო მას და გადაწყვიტო იმ გზით წახვიდე. ჩემს ესეთი აღმოჩნდა არჩიბალდ კრონინის ციტადელის გმირი ექიმი, ძალიან საინტერესოთ არის ამ რომანში მისი გზა დახატული, ყველა პრობლემა რაც ექიმს ხვდება, ყველა პლუსი რაც საექიმო საქმიანობა შეიძლება მოყვეს და ალბათ ეს იყო ის ბიძგი, რამაც ამნაბიჯის გადადგმა გადამაწყვეტინა, თუმცა გავაგრძელებ თუ ჩემ შვილებს არჩევანი ექნებოდა და ეს არჩევანი ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული. უარს ეტყოდი? მე როცა შემთხვევაში არ ვუჩვენე, მეუღლეც ექიმია, ორივე პედიატრები ვართ, მაგრამ არანაირად არ ვთვლი, რომ ეს ეხლა, თუნდაც 5-10 წლის წინ სწორი არჩევანი იქნებოდა. იმ ძალიან დიდი გადავაფიქრებინე გამომდინარე ვერ გადავეფი ერთს მოახერხე გადავაფიქრებინე მეორეს ვერა. კეთილი, კარგი, უყურე პედიატრიაზე მესაუბრები ხომ და როგორც წესი ბიჭები, კაცები, მამრობითი სქესის ადამიანები პედიატრიულ ფაკულტეტზე იშვიათად აბარებენ ხოლმე. ალბათ მე არ ვიცნობ თქვენს ჯგუფელებს, მაგრამ ძალიან ბევრი გოგო გეყოლებოდა ჯგუფში, ხო? რატომ აირჩიეთ პედიატრიული ფაკულტეტი? ხომ არ იყო ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ სამკურნალო ფაკულტეტზე უფრო რთული იყო მოხვედრა და პედიატრიულ ფაკულტეტზე უფრო ნაკლები კონკურსები იყო ხოლმე და ამას რატო გეკითხებით, იცით რომ თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო კონკურსები და ძალიან რთული იყო მოხვედრა თან იმ პერიოდში, როცა თქვენ აბარებდით. არა, ეს არ ყოფილა არჩევანის მიზეზი, არჩევანის მიზეზი იყო ალბათ უფრო სხვა, ეხლა რომ წარმოვიდგინო, იგივე გზა მაქვს და არჩევანი მაქვს და შეიძლება გარანტირებულად მივიღო ესა თუ ის ადგილი, მაინც ამას ავირჩევთ. თუ ჩემთვის მაგალითად ადამიანთან ურთიერთობა როგორც პაციენტთან გაცილებით უფრო იოლი და კომფორტულია პაციენტის რანგში ბავშვი,
ვიდრე მოზრდილი, მით უმეტეს ხანში შესული ადამიანი. როდესაც ბავშვთან გაქვს ურთიერთობა, ჩვენ გვაქვს ესეთი დიაგნოზი 2Z და 2-0. ეს ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ანუ მოდის დედა, იმიტომ რომ უნდა ბავშვის მდგომარეობა შეაფასოს. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი. ეს აუცილებელია და როცა პედიატრი ხარ, ეს კარგი ოჯახის მაჩვენებელი. აბიტურიენტობის დროს ეს 2Z-ზე ხომ არ გექნებოდა ინფორმაცია, აი არჩევა რა, ეს იყო რომ ბავშვები გიყვარდათ თავიდანვე. ზუსტად ეგ არის, რაც მინდა გითხრათ, როცა ჩვენ ესეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, უნდა იცოდე, გაცნობები უნდა გქონდეს, ვის უნდა მოემსახურო. მომსახურება ახლა ჩვენ ეს ტერმინი არ მოგწონს, მაგრამ სამისто მომსახურების სფეროში მუშაობთ. ხო, ისე ეგ ტერმინი რა კარგია რომ იხმარე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ექიმს როდესაც ესაუბრები, რომ შენ სერვისს აწოდებ, მათი ხშირი პასუხი არის რომ სერვისი რა, მე რა პროფილაქტიკაში მუშაობ, აი არის ხოლმე ასეთი პასუხები ხშირად და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ექიმი დღეს საქართველოში ვერ გამოვიდა აი აქედან რომ ის აწვრის სერვისს მომხმარებელს. ხო, ტერმინი არ მოგწონს, მაგრამ რეალობა ესეა. შენ ემსახურები და ეს უნდა იყოს მართლა მომსახურება. მომსახურებაში ყველაფერი უნდა იგულისხმო, კომფორტული გარემო შექმნაც, ემოციური მხარდაჭერაც და სამედიცინო დახმარებაც. ამიტომ ეს არ არის დახმარება მხოლოდ, სამედიცინო დახმარება არის სამედიცინო დახმარება, შენ თქვა დანიშნულებას აძლევ, კურნალობას უნიშნავ, უმკლებებს უნიშნავ, ეს არის დახმარება, მაგრამ ეს გაცილებით უფრო მეტია. ამიტომ მე ესე მიმაჩნია, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ბავშვზე, მით უმეტეს ბავშვს ბევრად უფრო მეტი რამ ჭირდება, იმიტომ რომ არ ხარ შენ მხოლოდ ბავშვის ექიმი. გვერდზე დედა და მამა გყავს, იმათაც დახმარება ჭირდებათ, იმათაც ემოციური მხარდაჭერა ჭირდებათ. ამიტომ ეს პროცესი, როგორც წესი, ამ თვალსაზრისით გაცილებით უფრო რთულია. როცა მოზრდილთან ხარ, იქ ერთი პაციენტია შენს წინაშე და ერთ ადამიანთან კომუნიკაცია, როცა ბავშვთან ხარ, აქ არასოდეს არ ხარ მარტო ბავშვის წინაშე. ამიტომ ამ კუთხით ალბათ პედიატრის არჩევანი ბავშვის სიყვარულმა რა თქმა უნდა განაპირობა და კიდევ ერთი ეს გარკვეული ისეთი როგორ ვთქვა უფრო ისეთი მისაღები, ჭუამხიარული ადამიანი უნდა იყოს. ხო. არ შეიძლება სერიოზული ესეთი უნდა იყოს, სხვადასხვა პედიატრი ვერ იქნები. ახლა სერიოზული პედიატრი მე ვერ წარმომიდგენია. არ შეიძლება ბავშვთან ურთიერთობა, მისი გასინჯვა მიუხედავად დიაგნოზისა იყოს მშრალი გასინჯვა და არ ეცადო მასთან ემოციური იქნება თუ რაიმე სხვა სახის კონტაქტის დავყარება. აქვე მინდა რომ მაყურებელს უთხრა რომ თქვენ ხართ ჩემი შვილის პედიატრი და მე ყოველთვის ან მეიმედებოდა ხოლმე რაღაც საჭიროება რო ქონდა ჩემს ვაშ სამედიცინო რომ თქვენ იყავით ჩართული და ძალიან გაწუხებდით და როგორც მშობელმა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი შვილის ასე ჯანმრთელად აღზრდისთვის. ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა ზოგადად. კარგი, ვანიკო, მოდი შენობით გადავალ ხო, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მოვატყუოთ მაყურებელი, ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და რაღაცნაირად ასეთი ფორმის კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან. ისევ სამედიცინო უნივერსიტეტს რომ დავუბრუნდეთ. რთული იყო მეთქი გითხარით ჩაბარება სამედიცინო უნივერსიტეტში, როგორი მოხდა შენ შემთხვევაში, როგორ ჩააბარე, ეს იყო მედლით გახვედით თუ 22 ქულაზე მეტი უნდა აგეღო და 23 წელია. ეს იყო 1974 წელი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც შეცვლილია ის ძველი ხელმძღვანელობა სამედიცინო უნივერსიტეტის და არანაირი საუბარი იმაზე, რომ რაღაც სხვა მექანიზმით მოხდე უნივერსიტეტში არ არის, გარდა იმისა, რომ უნდა ჩააბარო. ეს ალბათ ესეც გამართლება რამდენიმე წლით ადრე ალბათ მე ვერ მოვახერხე. პირველივე წელს ჩააბარე? პირველივე წელს ჩააბარე. 23 ქულა და ეს იყო მაშინ გამსვლელი ქულა, შესაბამისად ის მართლაც სერიოზული წნეხი, რაც ბევრ აბიტურიენტს ჰქონდა, პირველი წელი ვერ ჩააბარე, მეორე წელს მოგიწია, ყავდა კურსზე ადამიანს 3 წელი აბარებდნენ. ძალიან რთული წარმოსადგენია, რამდენად მძიმე იყო მათთვის ეს 3 წლიანი ლოდინის პერიოდი, მაგრამ ეს არის ჩემთვის ეს პერიოდი აღმოჩნდა ძალიან მოკლე და მე ვიყავი ყველაზე მცირე ასაკის კურსზე. რამდენი ბიჭი იყავით ჯგუფში და რამდენი გოგონა? ჩვენ ვიყავით ჯამში 5 ჯგუფი იყო პედიატრიულ ფაკულტეტზე, პატარა იყო ყოველს პედიატრიულ ფაკულტეტი, 125 სტუდენტი ვიყავით. რაღაც ისეთ სცენახო არ იყო თოჯინები ცინიანში რო არის ბიჭი რო შედის აი ამ თოჯინების. აი ამ 25 კაციანი ჯგუფიდან იყო ალბათ საშუალოდ 5 ბიჭი და 20 გოგო. 5 ბიჭი და 20 გოგო. ესე თანაფარდობა მქონდა. საინტერესო სტუდენტობა გექნებოდა. სტუდენტობა ნამდვილად. კეთილი, აი ექიმად რომ შედგე რაღაცა ეტაპები უნდა გაიარო. ვინ არის ვანიკო ჩხაიძეს მასწავლებელი პედიატრი?
რომელმაც ამ საქმეში პროფესიონალი გაგხადათ? ეს კითხვა ნამდვილად კარგია და ეხლა უკვე ისეთი მოგონება და ალბათ უფრო მეტი პატივისცემა იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენ დროს პედიატრია გვასწავლა. სამიც უნივერსიტეტში მაშინ იყო რამდენიმე პედიატრიის კათედრა და ამ კათედრის გამგეები იყვნენ, არ ვიცი, გამორჩეული პიროვნებები თელს სამედიცინო სამყაროში, არ მარტო პედიატრებთან. ყველასთვის ეს კათედრის გამგეები, ახლა რო ქვეყნდება უნივერსიტეტის ძველი სურა, სადაც კათედრის გამგეებია წარმოდგენილი, ყველა მათგანი იყო ეპოქა ქართულ მედიცინაში. ეხლა ესე არა. მე არა ვარ ეპოქა ქართულ მედიცინაში, კათედრის გამგე. დიდი ხანია, მაგრამ ვერანაირად ვერ შევედრები იმ ხალხს, რომელსაც მე პედიატრია მასწავლეს. მაშინ იყო მესამე კურსიდან იწყებდი სწავლებას პედიატრიაში. მესამე კურსზე იყო ბავშვთა სნეულებათა პრობედევტიკის კათედრა, შემდეგ იყო მეოთხე კურსზე ფაკულტატური საფაკულტეტო პედიატრიის კათედრა და შემდეგ მეექვსე კურსზე ვსწავლობთ იყო ჰოსპიტალურ პედიატრიას. 3 წელი პედიატრიული ფაკულტეტი იყო და შესაბამისად 3 წლის განმავლობაში სწავლობდი ინტენსიურად პედიატრიას და შემდეგ უკვე როცა აგრძელებდი სწავლას ინტერნატურა ან ორდინატურა, ანუ კიდევ 1 ან 2 წელი გემატებოდა. ანუ რეალურად პედიატრიის გარშემო ხარჯავდი 4 ან 5 წელს. რაც ძალიან საჭირო და აუცილებელი იყო. შესაბამისად, ჩემი კათედრის გამგეები პროფესორი ნოდარ ხერხეულიძე, პროფესორი მერი გელოვანი, პროფესორი სოსო კვაჭაძე, 3 ძირითადი კათედრა, რომელიც მართავდა პედიატრულ ფაკულტეტთან. საკუთრებულ ფაკულტეტს ყავდა თავის კათედრის გამგე დიდი ირაკლი ფაღავა, აკადემიკოსი, ძალიან ცნობილი პიროვნება. აი ჩვენ ამ გარემოცვაში გავიზარდეთ და ამ კათედრის დოცენტებიც და ასისტენტებიც იყვნენ მართლაც გამორჩეული პიროვნებები, ასე ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, მათ კვალს. ყველა მათგანი იყო უნიკალური პიროვნება ყველა თვალსაზრისით. ყველას თავისი სამედიცინო ნიშა ჰქონდა, ყველას თავისი, ყველა არ იყო პრაქტიკოსი ექიმი, ესეც მინდა გითხრათ და კომბინაცია თეორიისა და პრაქტიკის ზოგ შემთხვევაში ძალიან გამოირჩეოდა, ზოგ შემთხვევაში ნაკლებად, ყველა მათგანი იყო ნოვატორი, ყველა მათგანმა რაღაც ახალი დაიწყო პედიატრიაში, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ჩემ მასწავლებლებს მართლა ამ უზარმაზარი 8 წლისთვის. ძალიან კარგი. უყურეთ, ახლა თქვენ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ადამიანები ჩამოთვალეთ სამედიცინო სფერო, რომლებსაც ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ აი მოდით აი ცვლილებაზე მითხარით, ხომ? რა შეიცვალა პედიატრიაში, კონკრეტულად თქვენ მიმართულებაში, აი ამ თქვენი სტუდენტობიდან დღემდე, როგორ განვითარდა დარგი? არ მგონია ამ კითხვაზე ვინმეს ჰქონდეს პედიატრს განსხვავებული პასუხი, ჩვენ მაინც ეს რეფორმა რაც განხორციელდა, როდესაც მედიცინის ფაკულტეტი გახდა წამყვანი და იქ პედიატრია ცალკე არ ისწავლებოდა ისე როგორც პედიატრიულ ფაკულტეტზე, მაინც მიგვაჩნია, რა თქმა უნდა ეს ახალი სისტემა, რა თქმა უნდა ეს საჭირო იყო, რა თქმა უნდა ეს სწორი იყო, მაგრამ აი ამ პედიატრიული ფაკულტეტის დატვირთვა, უშუალოდ პედიატრიის სწავლების თვალსაზრისით იყო გაცილებით უფრო ეფექტური. როდესაც ვამთავრებდით ჩვენ პედიატრიულ ფაკულტეტს, გაცილებით უფრო მეტი ცოდნა ჰქონდა სტუდენტებს, ვიდრე ახლა აქვს სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრებულს პედიატრიის დარგში. რა უფრო მეტი კლინიკა იყო, უფრო მეტი პრაქტიკა, სწორედ უფრო მეტი დაავადებას ნახულობდით თქვენი თვალით. კი, რა თქმა უნდა ესეა. ეხლა ის კათედრა, რომელსაც მე ხელმძღვანელობ, მეოთხე კურსიდან იწყებს პედიატრიის სწავლებას. მესამე კურსზეც მოდიან, მაგრამ ფრაგმენტულად კვირაში ერთხელ 32 დღე არის გამოყოფილი პედიატრიის სწავლებაზე. ცოტა. და შემდეგ მეექვსე კურსზე კიდევ ამდენი რაოდენობის დღეებია დაახლოებით გამოყოფილი პედიატრიის სწავლებაზე. ძირითადი აქცენტი აქ მოდის უკვე რეზიდენტურაზე. ანუ თუ შენ დაამთავრე მედიცინის ფაკულტეტი და გინდა პედიატრობა, შენი ცოდნა რაც მიიღე უნივერსიტეტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, კატეგორიულად საკმარისი არ არის და უნდა 3 წელი ისწავლო რეზიდენტურაში. აი მეორე მხარე არის თუ არა ბევრი ადამიანი, რომელსაც უნდა პედიატრიის რეზიდენტურაში წასვლა. ეს არის უკვე ყველაზე მტკივნეული. მე მგონია რომ ალბათ უნდათ, იმიტომ რომ 3 წელია, სხვა მიმართულებებს უფრო მეტი წელი აქვს და ზოგადად 3 არის და ხარ მგონი გამსაზღვრელი იყოს. აქ ალბათ მაინც ეხლა უფრო მერკანტილური დამოკიდებულებაც არის მნიშვნელოვანი. მე თუ ანუ არა აქვთ პედიატრებს ფული? მე თუ 6 წელი ვისწავლე და კიდე 3 წელი ვისწავლე 9 წლის შემდეგ მარტივად დაგისვამთ ამ კითხვას, რამდენი მექნება ხელფასი. თუ გავხდები პედიატრი და რამდენი მექნება ხელფასი, მაგალითად, ჩვენთან არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელფასის მქონე პროფესიები
და ვერანაირად ვერ შეიძლება პედიატრი ვერანაირად არც ერთ ქვეყანაში სხვათა შორის არც ერთ ქვეყანაში არ ითვლება პედიატრს ანაზღაურება არის თუნდაც პირველ ხუთეულში არ არსებობს მესმის მაგრამ მე ძალიან კარგად ანაზღაურებად პედიატრებსაც ვიცნობ ეს არ არის მაგალითი სხვებისთვის ძალიან ბევრი პაციენტი ყავს მესმის ესეც შეიძლება თქვენ ჩამოთვალოთ რა ვიცი 10 კაცი მე ცხოვრ ჩამოთვალ ხო პედიატრები ვართ ათასობით და ამიტომ ამ კუთხით ეს არანაირად ფინანსურად შედიხართ არა, ათკაცში არ შევდივარ, მე ძალიან ბევრი ვალდებულება და ძალიან ბევრი მოვალეობა მაქვს, ასე რომ მე პაციენტების სულ 2 საათი მაქვს ყოველდღურად გამოყოფილი. კეთილი. მაშინ რა ხან ფინანსებზე და პედიატრიაზე ჩამოვარდა საუბარი. ძალიან ბევრი პედიატრი ყოველ შემთხვევაში ეხლა რა ხდება არ ვიცი, მაგრამ აი ადრე, ну თუნდაც 1-5-7 წლის უკან სახლშიც იღებდა ხოლმე კლინიკის შემდეგ პაციენტებს და მე ვიცი პედიატრები, რომელთა სადარბაზოებში ესე პაციენტების შობლები ესე რიგი იდგა რამდენიმე სართულზე გადაწელილი, ხო? თქვენ თუ იღებდით სახლში პაციენტს? არასოდეს არც ერთ პაციენტს სახლში არ მიმიღია და არც არასოდეს არ მიფიქრია ამაზე და არც არ მიმაჩნია ეს სწორად. იმიტომ რომ როდესაც რამდენიმე საათი გაქვს სულ იმისათვის ოჯახთან იყო ის საათიც დაუთმო პაციენტებს ჩემს ეს ძალიან დიდი ფუფუნება იყო და არც ერთი პაციენტი არასოდეს არ მიმიღია სახლში. ეგ სხვა არის, როდესაც მეგობართან მიხვალ და ნახავ და დაეხმარები, მაგრამ ისე რომ პაციენტს სახლში მეუღო არა და არ მიმაჩნია. ხო ვიცით რომ ძალიან ბევრია ესეთი პედიატრი ექიმი საქართველოში. ხარ ეს ძალიან რთულიც არის გიორგიევ, ეხლა როდესაც 8 საათი კლინიკაში ხარ და შემდეგ კიდევ 6 საათი პაციენტს იღებს პრაქტიკულად 14 საათი მარტო გძინავს და ხარ პაციენტებთან. პაციენტების ძალიან დიდი კომფორტია. ძალიან დიდი ეს მინდა მართლა აღნიშნო და ის ექიმები რომელიც ამას აკეთებენ არიან მართლა თავგანწირული ექიმები და ვერანაირად ვერ შევედრები მათ იმიტომ რომ ეს უფრო თავგანწიროა თუ ფინანსური კეთილდღეობის მოპოვება არ მგონია რომ მაინდა-მაინც ფინანსური იყოს იმიტომ რომ ესეთი მუშაობა მართლა ძალიან ბევრ ამაზე ვარის თქმა გიწევს ძალიან ბევრ ამაზე კეთილი. თქვენ შეეხეთ ფინანსებს ამ თემაზე არ მინდოდა დიდად საუბარი, მაგრამ კარგით ერთ შეკითხვასაც აუცილებლად დაგისვათ. ჩვენ ექიმები, განსაკუთრებით ძველი თაობის ექიმები ძალიან შეჩვეულები იყვნენ ხოლმე, რომ როდესაც თქვათ არ იყო სისტემატიზაცია, ანუ პაციენტი ზოგჯერ ხალათში უდებდა ფულს, ხალათის ჯიბეში, ზოგჯერ მაგიდაზე უტოვებდა, ზოგჯერ ისტორიის ქვეშ შემოაცურებდა ხოლმე და ასე შემდეგ. ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში მე რომ სტუდენტ დავიწყე ექიმობა, ხო? და გულწრფელად გითხრათ, რომ მსგავსი პრეცედენტი მქონი, ამიღია ესე ხალათში ჩაუდიათ ფული თქვენთვის. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო და არც არავინ არ გრძალავდა ამ პრაქტიკას. 120 ლარი, 130 ლარი, უბრალოდ მანეთი ხელფასი, როდესაც გაქვს და სამედიცინო მომსახურება არის უფასო, თუ პაციენტ მეორე მხარე აქვს, არ უნდა გამოსცალო, არ უნდა აიძულო. თუ პაციენტი გადაწყვეტდა და მოგცემდა თანხას, რა თქმა უნდა, პირველი ერთი მე რომ დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, მაშინ მოხდი კათედრაზე, კლინიკურ ორდინატურაში, მაშინ ეს სისტემა იყო და ათარბეგოზე იყო ჩვენი კათედრა და პირველივე დღიდან ყოველგვარი პრაქტიკული გამოცდილების გარეშე მომიწია პაციენტებთან ურთიერთობა. პრაქტიკული გამოცდილება ვერ მექნებოდა ელემენტარულად, რასაც პაციენტის ორდინატორაზე ამბობთ თუ უკვე კლინიკურ ორდინატურაზე. როგორც ივნისში დაამთავრე უნივერსიტეტი და სექტემბერში უკვე პაციენტთან უნდა მიხვიდე. ათარბეგოზე იყო ბავშვთა პირველი საავადმყოფო, ძალიან კარგი ესეთი ძველებური შენობა, აღარ არის დიდი ხანი საავადმყოფო, იქ გაიარა ჩემმა პირველმა წლებამ ბავშვთა სნეულებათა პრობედევტიკის კათედრაზე და იქ ალბათ ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე პაციენტთან შემოვრჩა ეს უარის თქმის ძალა. მე უკვე ვეღარ გუწევდით ზალას. მე უკვე იმდენად ჩაულებრივი ამბავი იყო და არც პაციენტების არ იყო ეს. ვისაც რამდენი არ იყო, იქ ყველაზე მთავარია რომ აქ პაციენტი ამას გადავდა მართლა მადლობის. მაგრამ მან როგორ იყო ხოლმე, იცი რომ როგორც წესი პაციენტი ეკითხებოდა ექთანს რამდენს იღებს ექიმი და ექთანი იყო ხოლმე შუამავალი ექიმთან მიმართებით. არა, ესე არ ამგონი მართლა გითხრათ არ მგონია რომ ესე იყო, იმიტომ რომ ექთანს რო რაიმე ესე თანხა ეთქვა რაც პაციენტს არ შეეძლო, მაშინ აზრი არ აქვს. მესმის, არა, უბრალოდ კითხულობდნენ ხოლმე მაინც პაციენტები. შეიძლება, არა, მაგას რა თქმა უნდა ვერ გამოვიწყო. ხო, კეთილი, კარგით. შევეშვათ ახლა ამ თემას და გადავიდეთ ბავშვებზე. მითხარით რომ ბავშვები ძალიან გიყვართ და მეც დავადასტურებ რომ ბავშვები მართლა გიყვართ და თქვენს კაბინეტში, როდესაც ბავშვი პაციენტი შემოდის, ფაქტობრივად ეს ზეიმს უწყობთ. ნამდვილ ზეიმს, ყოველთვის გაქვთ კამფეტი მისცეთ, ყოველთვის გაქვთ რაღაც სათამაშო და
უყვარდათ ხოლმე და მაგალითად ჩემი შვილი ახლა 21 წლის არის და დღემდე თქვენ სახელს რო ვეუბნები, აი სიგარეტის მოწევა რო დაიწყო და თქვენთან მომყავდა და გეხვეწებიო რა მითხრა იცი რა ვანიკოს ვარ უთხრავ რა სიგარეტს რო ვეწევიო და აი დღემდე ძალიან დიდი რიდი და მოწიწება აქვს. თქვენი პირველი პედიატრი ვინ იყო? აი თქვენი ბავშვობის ექიმი თუ გახსოვთ ვინ იყო? აი ჩვენ დროს იყო უბნის პედიატრი ექიმები ხოლმე. აი ვისთან დადიოდით თქვენ როგორც პაციენტი, ბავშვი, ვინ იყო თქვენი პედიატრი? ეხლა რო გითხრათ ახლა ძალიან ხშირად მიწევდა ექიმებთან ურთიერთობა ალბათ არა. რატი ღლონდი იყო ესეთი ექიმი, რომელთანაც რამდენჯერმე მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი ბავშვობა ალბათ არ ვიცი, მაშინ სხვა დამოკიდებულება იყო თუნდაც პოლიკლინიკაში წასვლასთან დაკავშირებით. ასე რომ მე კარგად მახსოვს, მქონია ძალიან მაღალი სიცხე და სახში ყოფილი, ექიმთან არ მისულ ვარ საერთოდ. ანუ თან სპორტით ხა ცუდიტონი არ მისცეთ პაციენტებს, იმიტომ რომ ექიმთან მისვლა. აი მაგას პასუხობთ, ახლა სპორტით ვიყავი დაკავებული და ეს ძალიან მიწყობდა ხელს და რაც ყველაზე მთავარია და მას აუცილებლად ვიტყვი, ჩემს ოჯახში არც მამა, არც ოჯახის რომელიმე წევრი თამბაქოს არ ეწეოდა, შესაბამისად არასოდეს თამბაქო არ მომიწევი, ახლა თუ ამას დავუმატებთ სპორტი პლუს თამბაქო, ჩათვალეთ რომ სრული უფლება მქონდა ყოფილიყავი ჯანმრთელი. შესაბამისად არც შემდეგ პერიოდში ვყოფილ ვარ ძალიან აქტიური მომხმარებელი სამედიცინო სერვისის, თუმცა შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ესეთი მუდმივი ვიზიტები აუცილებელი ხდება. თქვენი პაციენტების მშობლები თუ გაბრაზებენ ხოლმე ხანდახან ბავშვთან დამოკიდებულებაში, მაგალითად სამედიცინო სფეროსთან დამოკიდებულებაში, კონკრეტულ დაავადებასთან მიმართებით დამოკიდებულებაში და აი რამეს ხო ვერ გაიხსენებთ ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს მშობლის? მე ესე მაქვს ურთიერთობის პრინციპი. პაციენტის მშობელი ყოველთვის მართალია. როდესაც ის ბრაზდება იმაზე რაც შეიძლება შენი მხრიდან, როგორც ექიმის მხრიდან გასაბრაზებელი არ იყოს, მას რაღაცა ნერვებს უშლის, რაღაცა აღიზიანებს. შენ თუ ესე ვერ დაინახე პაციენტის მშობელი, ძალიან რთული იქნება ურთიერთობა, იმიტომ რომ შეიძლება ერთ და იგივე ცხელებაზე, აი თქვა 38 სიცხეზე ერთი რეაგირებდეს არა ჩაულებრივად, მე რა 38-ია და არაფერს არ გავაკეთებ, მეორემ დაიწყოს მედიკამენტის მიცემა, როგორც ანტიბიოტიკის, ისე სიცხის დამწევის. ერთის და მეორე შეცდომა. მაგრამ როცა შეხედავ, რატო აკეთებს ეს ადამიანი ამას, დაინახავ, რომ აკეთებს რაღაც ეშინია გართულების, ეშინია სამონტყოფოში მოხვედრის თუნდაც, ეშინია შემდგომი დამძიმების, ამიტომ მე რა თქმა უნდა სწორი იქნება, რომ შენიშვნა მივცე, მაგრამ და გაბრაზებულიც უნდა ვიყოდეს თუ ჩემი პაციენტი პირველად არ არის ამ თემაზე საუბარი მასთან და შეიძლება ეს საუბარი ადრეც მქონია და ამიტომ ეს რა თქმა უნდა არ არის ჩემი მხრიდან სასიამოვნო შენი პაციენტი აკეთებს იმას რასაც შენ არ ურჩევ არ უნდა იყოს კარგი თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ძალიან იშვიათად მახსენდება პაციენტი და ეს პაციენტები ბოლო პერიოდში ეს სოციალური ქსელი და სხვადასხვა წყარო ძალიან ბევრი ექიმს არ უყვარს. მე მიყვარს იმ თვალსაზრისით თუ ეს პაციენტი გონიერია და მოაზროვნე ის არჩევს იმ რაციონალურ მარცვლას რაც მას ჭირდება. როდესაც პაციენტმა მისი დიაგნოზის გარშემო წაგითხული აქვს, მომზადებულია და უამრავ კითხვას გისვამს, მე ეს არ მაღიზიანებს. მე ეს მაძლევს იმის გარანტიას, რომ ამ პაციენტს თუ ესეთი რამ მართლა დაემართა მიშვის, თუნდაც ის არ გამოეპარება, როდის დაურეკოს ექიმს, როდის მოიყვანოს სამავთყოფოში, იმიტომ იცის რომ თუ თქვა სუნთქვა გაუხშირდა ფილტვის ანთების ნიშანია, წაგითხული აქვს, მოკიდებს ხელს და წამოიყვანს. სიცხე აქვს თუ არ აქვს, მიუხედავად ამისა. ხო, ინფორმირებული პაციენტი კარგია მისთვისაც და ექიმისთვის. რა თქმა უნდა. თუმცა ეს მისთვის შეიძლება ზედმეტი ნებათაღელების საფუძველი გახდეს, მაგრამ ჩემთვის ეს დიდი კომფორტია. რაც მეც კითხულობს პაციენტი შეიძლება რაღაცა აქედან არასწორი იყოს და ესეც არის, მაგრამ ის სწორი ერთი და ორიც რო იყოს, ჩემთვის ძალიან მისაღები. მე მეხმარება ძალიან ურთიერთობაში. კეთილი, უყურეთ ძალიან ბევრ ბიოეთიკურ ნაწილს ეხებით და თქვენი კომუნიკაცია პაციენტებთან მართლაც არის, აი სამაგალითოდ კომუნიცირებთ პაციენტის მშობლებთან და პაციენტებთანაც. მე გკითხეთ რომ რამე მშობელს თუ გაუღიზიანები ხართ და თქვენ მიპასუხეთ რომ თუ გაღიზიანებულა მშობელი ესე იგი უნდა დაინახო რა არის მისი გაღიზიანების მიზეზიო. მაგრამ უყურეთ არსებობს სხვადასხვა კულტურები.
ხო, სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები, რაღაცა კულტურები ისევ ბიოეთიკას რო დაუბრუნდეთ, გრძალავენ რაღაცა ტიპის სამედიცინო манипуляციებს, რომლებიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია იყოს ამ ბავშვისთვის დამღუპველი, თქვათ, მშობლის აჩემება რაღაც კონკრეტული манипуляციის არ ჩატარებაზე. ამ შემთხვევაში როგორ იქცევით თქვენ განსაკუთრებით აი პედიატრიული მიმართულებით ხა მე არ მინდა კონკრეტული რელიგიის მიმდინარე არა მაინც მაგას უნდა შევეხოთ იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და არც მე მაჩნია რომ ამას ვარღვევთ ან ვიღაცის რელიგიური გზნობებს შეურაცხყოფთ თქვენ რასაც გულისხმობთ შეიძლება მეშლება მაგრამ წელიწადში ალბათ ერთ-ორჯერ გვაქვს ესეთი პრეცედენტი როდესაც სჭირდება სისხლის გადასხმა მშობელი კატეგორიული წინააღმდეგია იმიტომ რომ მას რელიგია ამას უგრძალავს ამიტომ ესეთი შემთხვევებისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. სადაც პირდაპირ წერია, რომ შენ შეგიძლია აი ბოლო წუთამდე, მანამ სანამ არ დადგება პაციენტის სიცოცხლის საკითხი, გააკეთოს რაც უნდა პაციენტს. მაგრამ შემდეგ როცა ხედავ, რომ უკვე გამოსავალი არ არის და უკვე პაციენტის სიკვდილი არის ანუ აქტიურ პატერნალიზმში ვარდები ამ დროს პირდაპირ ვეუბნები მშობელს რომ კი ბატონო დღეს ჰემოგლობინის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და საჭიროა დახმარება მაგრამ რახან თქვენ არაკრიტიკული დაბალია და არის ჩვენება სისხლის გადასხმის მაგრამ პირდაპირ ვეუბნები თუ ეს მაჩვენებელი იქნება ისეთი დაბალი რომ მე სხვა არჩევანი არ მექნება საერთოდ არ შეგეკითხებით თქვენ თქვენს გარეშე ჩავატარებ ამ манипуляციას. ძალიან შეიძლება ამ კრიტიკულ ზღვარზე უკვე დაგიგვიანდეს. არა, არ დამიგვიანდება, ეს ზღვარი ყველა მიცის და ეს ჩვენთან იმის გათვალისწინებით ჩვენთან იაშვილში ერთადერთი ჰემატოლოგიური განყოფილება ამის პრაქტიკა ძალიან დიდი გო. ესეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად გიორგი მოყავთ ადვოკატები. ეს ადვოკატები ერთი ჯგუფია, რომელიც ამ პაციენტებთან ურთიერთობს, ჩვენ ძალიან გვიოლებს საქმიანობას, იმიტომ რომ ადვოკატსაც ვიყენებთ ამ შემთხვევაში როგორც დამხმარე, ჩვენი კანონი გვაქვს და პირიქით მე ვეუბნები რომ თუ ჩემი ექიმი არ გადაასხამს სისხლს ამას ქვია პაციენტის განსასწრში მიტოვება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მე ვერ დაუშვებ, რომ ჩემი ექიმი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი იყოს. ამიტომ ეს არგუმენტი მათთვის მისაღები მე სხვა გამოსავალი არ მაქვს, მე სხვა გზა არ მაქვს, ასე რომ თუ პაციენტი არ აკეთებს იმას, რაც მან უნდა გააკეთოს, მე ვიშველებ ამ კანონს და 10-დან 9 შემთხვევაში შედეგს ვიღებ. ანუ ფაქტობრივად ამ მიმართულებითაც უკვე კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებთ და უკვე მშობლის ინტერესის გათვალისწინება აღარ ხდება. მაგალითად, იმ მშობელი თუ არს ამბობს ბავშვის მკურნალობაზე ეს არ ეხებოდეს, თქვათ რაღაცა რელიგიურ მიმდინარეობას და მაგალითად ესაჭიროება ბავშვს ოპერაცია და ის ამბობს, რომ არ ჩაუტაროთ ეს ოპერაცია, ან რაღაც თქვათ სხვა სამედიცინო ინტერვენცია ესაჭიროება. აქ ერთი მთავარი ჩვენი კრიტერიუმი არის თუ არა სამედიცინო ჩარევა ისეთი, რომელიც მის სიცოცხლეს გადაარჩენს. თუ არ არის, თქვათ ვარსამოს ოპერაციაზე, მაგრამ ეს ოპერაცია არ არის გადაუდებელი. ან ვარსამოს რაღაც მედიკამენტის გაკეთებაზე, გამოყენებაზე, ან ინტრავენური გადასხმის ჩატარება შეიძლება თქვას, რომ მე არ მინდა რომ ჩემშვის გადაუსხა და ვენები დაუჯიჯგნო ესეთ სიტყვას იყენებენ ხოლმე ხშირად. არის ესეთი შემთხვევები. ამიტომ ჩვენ აქ ასევე კანონის ფარგლებში არანაირი თან არ უნდა საავადმყოფოში დაწვენა, უფრო მეც გეტყვით. ეს ყველაზე უფრო ხშირი შემთხვევაა ჩვენთან. როდესაც მოდის პაციენტი და გვეუბნება, რომ აი მე უკვე 1 საათი, 2 საათი აქ ვარ, ბავშვი უკეთესია, სიცხე არ აქვს, სიმპტომები აღარ აქვს, არ მინდა საავადმყოფოში დავწვი, მინდა სახლში წავიდე. არანაირი უფლება არ აქვს ჩვენ ეს პაციენტი ძალით დავტოვოთ. აქ გადაწყვეტილება უნდა მიიღო იმის მიხედვით, მის სახლში წასვლა იქნება თუ არა პაციენტის სიცოცხლისთვის რაიმე რისკის მომტანი. თუ რისკის მომტანია? თუ რისკის მომტანია, მე უკვე ირთვება ჩვენი რამდენიმე მექანიზმი. პირველი მექანიზმი ეს არის, როგორც წესი აქ კლინიკაში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა პირველ რიგში ექიმმა დაელაპარაკოს, მეორე რიგში ირთვება დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესაუბრება, თუ ამ ორი სპეციალისტის და ექიმის ზემოქმედება არ აღმოჩნდა საკმარისი, მე ვერთვები მე. როგორც წესი აი ამ სამი ბარიერის შემდეგ ძალიან ცოტა რჩება პაციენტი, რომელიც პაციენტს არგუმენტი ჭირდება. თუ ამ არგუმენტს ეტყვი და მას შეუძლია ამ არგუმენტის კრიტიკულად გააზრება, მაშინ შედეგს ყოველთვის იღებ, თუმცა სამწუხაროდ არის პაციენტების გარკვეული კატეგორია და ძალიან ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც ყოველთვის ჩვენი დარწმუნება შედეგიანი არ არის. 100-დან 1 შემთხვევაში, მაგრამ ის ერთი შემთხვევა ჩვენთვის ძალიან მე ყველა პაციენტი მახსოვს, სადაც არ გაჭრა ჩემმა არგუმენტმა და არ დაწვა საავადმყოფოში და წაიყვანა სადღაც მაშინ როდესაც ვიცოდი რომ შეიძლება სახლში წასვლით ან სხვაგან წასვლით მას არაფერი ესეთი სიცოცხლესთან დაკავშირებით რისკები არ შეექმნებოდა, მაგრამ ვიცოდი რომ იქ სადაც მიყავდა მას ისეთ სამეცნიერო დახმარებას ვერ გაუწევდნენ როგორც ჩვენთან.
ხო, იმიტომ რომ იაშვილი ძალიან მაღალი მეოთხე დონის კლინიკაა, ხო? და ყველაზე მძიმე კონტინგენტი რეფერალური, რომელიც ყველაზე მძიმე კონტინგენტს ემსახურება, თქვენთან იკრებს ხოლმე თავს. კარგით, ამასაც მინდა რომ იაშვილზეც მინდა რომ ცოტა დრო დავიტოვოთ, რომ ბევრი ვისაუბროთ. მანამდე მინდა გითხოთ ბავშვ პაციენტს, როდესაც სინჯავდით, ან თუ უკბენია თქვენთვის, ან თუ დაურტყავს, ან თუ შეუგინებია. შეუგინებია არა, უკბენია კი, დაურტყამსაც კი, ოღონდ აქ სამწუხაროდ ჩვენ ბოლო წლებში ამ შეკითხვას ელოდი რომ დაგისვამდი. არა, არ ველოდი, ეს სრულიად ისეთი არასტანდარტული შეკითხვა და არც მახსენდება ვინმეს გავსი დაესვას. ერთი რაც ცუდია და სამწუხაროდ ეს ბოლო პერიოდში უფრო მეტად გამოჩნდა ბავშვების გარკვეული კატეგორია აუტიზმს გულისხმობ, რომლის რიცხვა მოიმატა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოს ჩვენ ვერ ვიქნებთ რანაირად გამონაკლისი. აი ამ ბავშვებთან ურთიერთობა სრულიად სხვა სფეროა. ეს არ არის მარტო პედიატრია, იმიტომ რომ აქ სრულიად სხვა ნერვები გჭირდება, სრულიად სხვა გაგება გჭირდება და ამ ბავშვების შობლოსაც სრულიად სხვა დამოკიდებულება გჭირდება. ანუ როდესაც ეს ინციდენტები გითხარით, ერთად აუტისტ ბავშვები. ესეთი შემთხვევები ძალიან ხშირია სწორედ აუტიზმ ბავშვებთან დაკავშირებით. ამიტომ ამ ბავშვებსაც არ უნდა შეხედო როგორც სტანდარტულ ბავშვს. ეს არის ბავშვი, რომელსაც იმიტომ აკეთებს ამას, რომ ეს დიაგნოზია მის, ესე უნდა მოიქცეს. თუ ეს ბავშვი ესე არ მოიქცეს, ესე იგი აუტისტიც აღარ ყოფილა. ამიტომ აქ რა თქმა უნდა ამაზე საუბარი არ არის. მაგრამ ისე რომ არა აუტისტ ბავშვს არა, ესეთ რამე არ მახსენდება, ერთადერთი ჩვენთვის ესე ძალიან ისეთი მიუღებელია, როდესაც ვერ ვახერხებ ბავშვის გაღიმებას. ხო. და ტირის მთელი ვიზიტის განმავლობაში. ესეც ვთვლი, რომ თქვენი მინუსია? აუცილებლად, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა მოახერხო ახლა. იგივეს გავიმეორებ ძალიან ცოტა ესეთი ბავშვი, მაგრამ ამიტომ არასოდეს არ ვიწყებ ბავშვის გასინჯვას პირველ თავიდანვე ბავშვის გასინჯვა. არასოდეს ეს არ არის ჩემი პრაქტიკა. 2 წუთი, 3 წუთი, 5 წუთი ბავშვს გააჩნია, მისი უამრავი ინსტრუმენტი მაქვს კაბინეტში, თუ ბავშვს ფეხბურთი არ ვეთამაშე. ერთად არ მივაჯახეთ ერთმანეთს მანქანები და ასე შემდეგ, მე გასინჯვას არ ვიწყებ. ეს პერიოდი არის იმისთვის, რომ არ მივიღო ესეთი რეაქცია, იმიტომ ძალიან ცუდია, როდესაც ბავშვი ინჯავდა თან ის ტირის. ეს კი ავათარი და შენ კიდე დისკომფორტს უმატებ. მე ესე უყურებ ამას. ტირილი ყოველთვის ითვლება როგორც დაავადების მდგომარეობის გამაუარესებელ საქციელ ადამიანს. მე რა მახსოვს იცით, რომ მეზარემოდა ბავშვის თქვენთან კლინიკაში მოყვანა, სვავდი ტაქსში და მარტო უშვდი წადი ბანკონა. იყო ესეთი შემთხვევაც. კეთილი, კარგი. ეხა ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა მინდა დაგისვამ. თქვენი მსოფლმხედველობით ეთანხმებით თუ არა ევთანაზიას ბავშვებში? კი, ვეთანხმები და ისევ გავიმეორებ, აქ იაშვილის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთადერთი ონკოლოგიური განყოფილება იცით ჩვენთან არის. და ჩვენ ვიცით უამრავი მცდელობის შემდეგ ეს იქნება ოპერაციული ჩარევა, ქიმიოთერაპიის სხვადასხვა კურსები, საზღვარგარეთ მკურნალობა, როდესაც ეს ბავშვი მოდის და აქვს ეს აუტანელი ტკივილი და იცი რომ აქ გამოსავალი არ არის. და ამ ბავშვის პროგნოზი უკვე გარკვეულია, შეიძლება გაგრძელდეს დღეები, კვირეები, აუცილებლად ვეთანხმები. აუცილებლად ვეთანხმები, ეს ძალიან მძიმეა მშობლისთვის, ძალიან მძიმეა ბავშვისთვის, ძალიან მძიმეა ჩვენთვისაც, როდესაც უყურებ რომ არაფერი მექანიზმი არ აქვს, გარდა რაღაც ტკივილ გამაკვეთებლისა, რომელიც არის უბრალოდ თავის მოტყუება. ვერ მკურნალობ ამ ბავშვს და ეს წვალება მთელი ოჯახის. ასეთი ბავშვის მშობლები იმედს ბოლომდე ინარჩუნებენ თუ იმედს კარგავენ? არა, ორივე არის რა. ძალიან ბევრია მშობელი, რომელიც ბოლომდე ინარჩუნებს იმედს, სასწაულის იმედია და ჩვენ ყოველთვის მხარს უჭერთ ესეთ დამოკიდებული. ყოველთვის, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანს ჩვენ გქონია შემთხვევა, როდესაც ეთიკის კომისიაზე განვიხილავს საკითხი, როდესაც რაღაც პრეპარატი საიდანღა ჩამოუტანიათ და უთქვამთ, რომ აი მე მომეცით ამ პრეპარატს გამოყენების უფლება, ვიცი რომ ჩემთვის არაფერი არ შეიძლება, იქნება რაიმე სასწაული მოხდეს. ეთიკის კომისია უმრავლეს შემთხვევაში დაძლევს დადებით დასკვნას და ჩვენ ამ იმედს არ ვართმევთ ადამიანს. უნდა გამოიყენოს ესეც რა. ო რა კარგია ეგ ხო, იმიტომ რომ მშობლისთვის ძალიან დიდი შვება. აი ხა ძიმე დაავადებებით ბავშვები ახსენე და მინდა ღმერთზე კითხო. ღმერთი უსამართლოა, ხო, ასეთ შემთხვევაში. აი სად არის ამ დროს ღმერთის სამართალი, როცა ბავშვს კლავს? ძალიან რთული აქვს ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი შეიძლება მოისმინოთ, მაგრამ ექიმისთვის, პედიატრისთვის მithumetes ეს
შეიძლება ღვთის გმობა არის, მაგრამ ეს აზრი ხშირად გიტრიალებს თავში. ეს ძალიან დიდი სამართლობა, ძალიან დიდი. თან იგივე გავიგორებ პედიატრისთვის, მოზრდილისთვის ცოტა შეიძლება სხვა დატვირთვა კონდეს გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ყველა ესეთი ინდივიდუალური შემთხვევა არის ჩვენთვის სიცოცხლის შემამცირებელი. არ შეიძლება უყურო წყნარად ემოციის გარეშე და სტრესის გარეშე ამ ფაქტთან მithumetes როდესაც იცი რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ეს არის ყველაზე ცუდი. როცა იცი რაღაცა შედეგი შეიძლება მოყვე შენქმედება, სხვა ამბავია, იქ უკვე აქტიურად ხარ ჩართული პროცესში და გამართლების და წარმატების შესაძლებლობა ძალიან მაღალი გაქვს, მაგრამ აი როდესაც ამას უხედავ და აცნობიერებ რომ არაფერი არ გამოვა შობლის სრემლებს ხედავ და იცი რომ აქ რამდენიმე დღეზეა თან კვირაზეა საუბარი ძალიან რთულია სხვანაირად შეაფასო ეს მდგომარეობა. ხო, მე თვითონაც ახლა რო გითხრათ, მორწმუნე ადამიანი ვარ, მაგრამ როდესაც კი მაგალითად აი ასეთ შემთხვევებს ვიღებ, რომ თქვა დაავადება ბავშვი განუკურნებელი სენით, ხო, თქვა ან იღუპება, ხო, აი მაგ დროს ანუ სრულად ვიშლები და მაგ დროს ვამბობ, რომ ხო, არა, არ არსებობს. ხო, ეს არგუმენტი რაც აქვთ ღმერთს იქ 60-ში მისთვის კარგები უნდა. ეს ერთადერთი არგუმენტია. ნუ ახლა ჩემთვის ძალიან ისეთია ნაივისტური არგუმენტი. მესმის, მაგრამ ეგ არის რაც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში დამხმარე. სხვა არაფერი. ხო, კარგი, მოდი იაშვილის საავადმყოფოზე გადავიდეთ, საკმაოდ ძიმედ ვისაუბრეთ ამ თემაზე, იაშვილზე ვისაუბროთ. იაშვილის საავადმყოფომ ძალიან ბევრი ქარტეხილები გამოიარა. მაგრამ ეს იყო კლინიკა, რომელიც მუდმივად, აი, ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის ძალიან გამართულად მუშაობდა, როგორც რა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც იყო იმის შესაბამისად ბუნებრივია და ყოველთვის იყვნენ პაციენტების სამსახურში. ამ კლინიკის ძალიან ძველი ექიმები, აი, ეს ხო ლუბლიანაზეა და მაშინ არც ტრანსპორტი იყო, არაფერი და ის ფეხით, მე მახსოვს ეს, აი, სტუდენტი ვიყავი და როდესაც პრაქტიკებს გავდიოდი, მან და აი ფეხით მოსიარულე ექიმები და არტოვებდნენ პაციენტებს იმ ძალიან რთულ პერიოდში. ძალიან მაგარი კლინიკა, აი, ყველა კლინიკაზე მეტად მე მიყვარს იაშვილის კლინიკა, იქიდან გამომდინარე, რომ თან შეკრული კოლექტივიც არის. აი, ყველას ერთმანეთი რაღაცნაირად ამ ძველ ექიმებს ძალიან გიყვართ. აი, რა არის ამ კლინიკის მთავარი დამახასიათებელი სავიზიტო ბარათი? თავის დროზე ესად დაიწყო პრივატიზაცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. შედგა იმ ობიექტების ნუსხა, რომელთა გასხვისება და პრივატიზება არ შეიძლებოდა. და ამ ობიექტებს ნუსხას ეთქვა სტრატეგიული ობიექტების ნუსხა. ერთადერთი ბავშვთა საავადმყოფო შეიძლება ერთ-ერთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იაშვილი თავიდანვე იყო ამ სიაში სტრატეგიული. იმიტომ რომ იაშვილის ჩამონაცვლებელი საქართველოში არც იმ პერიოდში არსებობდა და არც ახლა არსებობს, იმიტომ რომ იაშვილი თავიდანვე იყო შექმნილი სწორედ ამ მიზნისთვის. ეს არის ახლა დღევანდელი კლასიფიკაციით ერთადერთი მულტიპროფილური რეფერალური კლინიკა საქართველოში, პედიატრიული. რეფერალური ნიშნავს ქვეყნის რომელიმე კუთხეში, ნებისმიერ კუთხეში. ექიმს რო გაუჭირდეს, პაციენტს რო გაუჭირდეს, ბოლო წერტილი ვართ ჩვენ. ეს შეგრძნება ასმაგებს პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ შენ წინას არიცი რომ თუ აქ ვინმე მოვა ისეთ რომელთანაც პირველი დონის კლინიკამ შედეგი ვერ მიიღო, მეორე დონის კლინიკამ ვერ დასვა დიაგნოზი, იმიტომ რომ დიაგნოსტიკა სულ სხვა დიაგნოსტიკური შესაძლებლობები ჭირდება. თუნდაც იმ სპეციალობების ჩამონათვალი და ჩვენთან არ არის არც ერთ საავადმყოფოში. ეს მულტიპროფილი ჩვენ ერთადერთი რაც არა გვაქვს არის კარდიოქირურგია. თუმცა რაღაცა იყო დაწყება. იყო ჩვენ დავიწყეთ კარდიოქირურგია 2 წელი მუშაობდა, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი სრულფასოვანი ამუშავება, ამიტომ ვარეთ თქვით ამ სერვისზე და კარდიოქირურგიის გარდა ვაკეთებთ, ვემსახურებთ აბსოლუტურად ყველა პაციენტს, ვაკეთებთ ყველა სახის ჩარევას, ურთულეს ჩარევებს, მათ შორის ახალშობილებთან და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ ამას საუბარს. ანუ ისაც საკეთებს ჩვენი კლინიკა ამას ვერ იტვირთავს ვერც ერთი ბავშვთა საავადმყოფო. ამიტომ აი შეგრძნებით არიან ექიმები და იციან მათი უნიკალურობაც, ეს პასუხისმგებლობაც არის და გარკვეული ვალდებულებაც რომ შენ ყველა პაციენტს უნდა შეხედო. ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი გაკეთა 2 ოპერაცია და ეხლა გადმოაგზავნეს ჩვენთან დილის კონფერენციაზე ხშირად მოისმენთ ამას. თავიდანვე რატო არ მოიყვანეს აქ? ყოველთვის მაქვს ამისი არგუმენტი რომ იმიტომ რომ შენ ხარ იაშვილი. აქ უნდა ესე უნდა იყოს ზუსტად. როგორც კი ეს გაქრება
რომ სადღაც ოპერაცია ვერ გაკეთე, ანუ წარუმატებელი ოპერაცია იყო და შენთან როგორც კი იაშვილი ამ ფუნქციას დაგარგავს, ჩათვალე თუ იაშვილი უკვე აღარ ახს. სწორედ ამ ფუნქციის გამო ყველაზე მეტად ხმაურდება ხოლმე უკმაყოფილობებიც იაშვილთან მიმართებით, ხომ? ანუ ხშირად მოგისმენი ალბათ სასაკლაოა იაშვილი რაღაც ესეთი რა არ მიიყვანოთ იაშვილში რაღაც, მაგრამ ეს არის კლინიკა, სადაც ყველაზე რთული პათოლოგიები იყრიან თავს და შესაბამისად თუ რაღაცნაირად შევხედავთ სიკვდილობის მაჩვენებლებს, შეიძლება ამ კლინიკას სხვა პედიატრიული ჰოსპიტალებისგან განსხვავებით უფრო მაღალი იყოს სიკვდილობის მაჩვენებელი, იმიტომ რომ რთული პაციენტები არიან და მათი გამოსავლებით შესაძლებელია არ იყოს ყოველ შემთხვევაში კეთილსაიმედო, ხო? ხო და აი მე გითხარით რომ ანუ ადამიანები ესეთი ნათქვამი იაშვილის კლინიკაზე ყოველთვის მე გულს მიკლავს ხოლმე წავიკითხავ რაღაცა სოციალურ ქსელში თუ შეიძლება თქვენ კითხვით რომ უნდა მოისმინო მშობელი და გაიგო მაგრამ შეიძლება იყოს ზოგჯერ გამართლებული ზოგჯერ გაუმართლებელიც მაგრამ ამ ჰოსპიტალს მართლა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძლავრი პედიატრები ყავს დღეს საქართველოში ყველაზე მძლავრი პედიატრები. აი თქვენ რა განცდა გაქვთ ხოლმე იაშვილს რო აკრიტიკებენ. ძალიან მძიმე. ყველა ეს სიტყვა არ აქვს მნიშვნელობა რა სად იქნება გამოქვეყნებული და სად იქნება ნათქვამი სოციალური ქსელიდან დაწყებული ტელევიზიები დამთავრებული ჩემთვის და ჩვენთვის არის აი უმძიმესი მოსასმენი. იმიტომ რომ იცი რომ ეს არის უსამართლო. უსამართლობა არის ყველაზე მთავარი. როდესაც ონკოლოგიური პაციენტი, მრავლობითი ტრამვის მქონე პაციენტი, რაზეც რამდენიმე წუთგან ვისაუბრეთ, იცი რომ ყველგან ნახეს სადეს და შედეგი ვერ მიიღეს და შენთან მოკვდება. ჩვენ მქონია არც თუ ისე ცოტა შემთხვევა, როდესაც გთხოვა მშობელმა რომ აი თურქეთში ვიყავი, ევროპაში ვიყავი, გამომიშვეს შედეგი თუ შეიძლება თქვენთან მოვა. არ მინდა რომ შვილი სახლში მომიკვდეს. ესეთი შემთხვევები არის და რა თქმა უნდა ხშირად ეს ონკოლოგიას ეხება ჩვენ ვიცით რომ ეს პაციენტი მოვა იმისათვის რომ ჩვენთან დამთავრდეს მისი სიცოცხლე. დიახ. ამიტომ ეს ფაქტი ერთი მხრივ სტატისტიკურად გარდაიცვალა შენთან ბავშვი და სტატისტიკა მეორე მხრივ ჩვენი ვალდებულება რომ ესე გავაკეთოთ. იმ ოჯახისთვის არის ის დახმარება, იმ დედისთვის ის დახმარება, რომელიც შეიძლება მაშინ გაუწიოს ერთადერთმა სამართლებმა. ძალიან ძნელი ესეთი ბავშვი სახლში მიყვანა. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ეს მიღებული პრაქტიკა იცით, როდესაც შედეგი არ არის ეუბნებიან სახლში წაიყვანო, უმჯობესია ოჯახურ გარემოში მოკვდეს, ესია კი, მაგრამ ძალიან რთულია ამისი ესე დანახვა რომ ყოველთვის ესეთი გარემო შეიქმნება და დედას შეიძლება ამისი შეფასება. ერთად დავამატებ წინაკვირას დილის კონფერენციას ვიხილავთ ხოლმე ახალშემოსულ პაციენტებს. 4 შემთხვევა იყო ერთდროულად ჩვენს კლინიკაში იშვიათის განმარტებაც განსხვავებული ერთი შემთხვევა იყო ისეთი რომელიც გენეტიკური დაავადებები რომელიც სულ რამდენიმე აღწერილი და უიშვიათესი ერთი შემთხვევა იყო ისეთი რომელიც საერთაშორისო დიდი ექსპერტთა საბჭო სპეციალურად ამ შემთხვევისთვის შეიქმნა. ალპური ნევროლოგიური დაავადება იყო და იქ განიხილეს თუ არ ვცდები 19 ქვეყნის წარმომადგენელმა იმდენად იშვიათი იყო. ერთი კვირის განმავლობაში 4 ესეთი იშვიათი პაციენტი გვეწვა სამავთყოფოში. ამიტომ აქ ალბათ ეს ერთი მხრივ ექიმთა განვითარებისთვის ძალიან კარგია. რასაც ქვია უწყვეტი პროფესიული განვითარება ექიმების, ჩვენი ექიმები ამ ინფორმაციას არა მარტო ნახულობენ სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებში, არამედ ხედავენ კიდეც ამ პაციენტებს. ეს პაციენტი ხდება ყველა ექიმისთვის განხილვის საფუძველი. ეს სწავლება თუ შეპრაქტიკა არ აქვს ესეთი პაციენტის მართვის, შენ ძალიან გაგიზნელდება. ჩვენ უკვე გვაქვს პრაქტიკა იმ პაციენტის, რაზეც გესაუბრებოდით ახლა მართვის, ჩვენი კოლეგების დახმარებით უკვე ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მუდმივი სწავლების პროცესიც მიმდინარეობს ჩვენთან ამავდროულად. სამედიცინო პრაქტიკა უცბად გულისხმობს იშვიათი შემთხვევების ნახვას. თუ ეს შემთხვევა ვერ ნახეთ, ჩვენ ვერასოდეს ვერ მივალთ აი რეფერალური სამავთყოფო სტატუსამდე და ამიტომ ვთვლი რომ ეს ჩვენთვის პასუხისმგებლობაც არის, მოვალეობაც არის და რაც ძალიან დიდი ტვირთი ამავდროულად, იმიტომ რომ ეს საყვედური რატო ვერ დასვი დიაგნოზი. ძალიან ხშირად მოგვისმენია ეს გარდა იმისა, რომ აი რა თქვენ თქვით ის სიტყვები, ესე ძნელი მოსასმენი, როცა 24 საათის შემდეგ პაციენტი გთხოვს დიაგნოზს რა თქმა უნდა, მან უნდა მოითხოვოს, იმიტომ რომ მან არის ეს იშვიათი დაავადება თუ გავრცელებული მოიყვანა სამავთყოფოში, შენი იმედი აქვს, კლინიკის იმედი აქვს,
შენ ეუბნები რომ აი ვერ დავსვი დიაგნოზი. ცუდი სათქმელია. რა თქმა უნდა იცოდეს რეალობა. მედიცინაში სამწუხაროდ არის არც თუ ისე ცოტა პროცენტი შემთხვევებისა, მათ შორის ონკოლოგიაშიც რომ იცი რომ ონკოლოგია და ვერსვავ რისიკიბუა ხო მაგალითად და არის თქვათ ხო მედიცინას აქვს ლიტერატურაშიც აღწერილია ეს არა მარტო საქართველოში, სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არის დაავადებები, რომლის დიაგნოზი უბრალოდ არ ისმება. იცი რა მინდა, რადგანაც უკმაყოფილობაზე საუბრობდით, თქვენ თავიდან საუბარი დაიწყეთ კომუნიკაციასთან დაკავშირებით და აი ძალიან დიდი უკმაყოფილობები არის ხოლმე, არ ვიცი ხა იაშულში როგორ არის, მაგრამ პედიატრიული პროფილის კლინიკებში მიმღებ განყოფილებებში, როდესაც ER-ში შედის პაციენტი და თქვათ ER-ში რაღაცა დაყოვნება უწევს, თუ ეს მაღალი ტემპერატურული რეაქცია, მაგალითად თქვათ თუ არ არის ტრავმა, ხო, არის რაღაცნაირად მივიდა ბავშვი და ნუ რაღაც ER-ის განყოფილებაში ჯერ ვერ შეყავთ სიცხებს და რატომ ხდება ეს დაყოვნების ლოდინის პერიოდი რატო იწელება? ეს შეფასება ქვეყანა დამოკიდებულია. ანუ როდესაც თქვენ ამბობთ რომ ლოდინის პერიოდი არის გახანგრძლივებული, ყველაზე მთავარია რას ეძახი გახანგრძლივებას. ჩემი მეგობარი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და რაღაცაზე უშინ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მესაუბრა და მითხრა რომ რაღაცა ძალიან ატკივდა, მივიდა ემერჯენსში და 6 საათის შემდეგ მიიღო ექიმა. 6 საათის შემდეგ ძალიან ძლიერი ტკივილით. ექიმა რომ მიიღო, დაუნიშნა ტკივილგამაყუჩებელი და გაუშვა სახლში. არც კომპიუტერი გაუკეთა, არც არაფერი. ანუ ეს 6 საათიანი მოლოდინი საქართველოში და ექიმა მარტო ტკივილგამაყუჩებელი დამინიშნა წელის ტკივილიზე და კომპიუტერი არ გამიკეთა არის წარმოუდგენელი ფაქტი. იქ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ამიტომ როდესაც ჩვენთან პაციენტი ამბობს, რომ დიდი ხნის ლოდინი მომიწია, ყოველთვის ეს ხშირად არის კომუნიკაცია, სხვათა შორის საჭირო და ყოველთვის კითხავ, რამდენი ხანი მოუწია ლოდინი. როდესაც მეუბნები ეს ლოდინი იყო 9 საათი და 9 საათის განმავლობაში მე 3 ადამიანმა დამირეკარვა, ჩემი ახლობელია მისული და ლოდინი რიგში დგას. იქ უკვე ძნელია აუხსნა, რომ ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის 6 წლის ბავშვი, რომელსაც ფეხი გადაუბრუნდა და შეყვანილია ახლა ავტოსაგზაო შემთხვევა 2 მძიმე პაციენტი, რომელსაც შოკის დარბაზში უტარდება გადასხმა და 2 ექიმი თავზე ადგას. აი ეს არის რეალობა. რა თქმა უნდა, იმ ადამიანმა არ იცის შოკის დარბაზში რა ხდება. მაგრამ აი კომუნიკაციის პრობლემა იმაშია, დავასაყვედურობ ჩემს ექიმებს, რომ ერთ-ერთი ვინმე გაგეგზავნათ და გეთქვათ, რომ აი შოკის დარბაზში ყავს 2 მძიმე პაციენტი, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოიყვანა ახლა 2-მა სასწრაფო დახმარების მანქანამ და იქნებ ცოტა ხანი მოითმინოთ. აი ეს გვაკლია. მე არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველა ექიმს ამისი იდეალური უნარია, კი ძალიან რთულია, ეს არ არის მარტო ეს არასწავლებადია თლიანად. რაღაც სხვა რამეც უნდა ქონდეს ადამიანს, რომ ეს უნარი ქონდეს, ამიტომ ჩვენ ბევრს ვცდილობთ სპეციალური ტრენინგები ჩავატარეთ, UNICEF-ის დახმარებით სპეციალისტით მოვიწვიეთ ჰოლანდიიდან, მხოლოდ მაგისათვის კომუნიკაციის უნარის სწავლებისთვის, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ქვეყანაში ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით არ აქვს უწყვეტი პროფესიული განვითარების ჩამოყალიბებული სისტემა პედიატრებისთვის, რესერტიფიცირების პროცესი არ ამოქმედებულა, მაგრამ კომუნიკაციის პრობლემა უნივერსალურია და ძალიან ბევრი ექიმს მეც როცა ვარ პაციენტის რანგში ძალიან კარგად ვხედავ ამ პრობლემას, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს. ამიტომ გეთანხმებით ამაში, რომ ბევრი საყვედური შეიძლება მოდის ემერჯენსი, მაგრამ ამ საყვედურის ძალიან დიდი ნაწილი არის, იმიტომ რომ პაციენტმა არ იცის რეალურად რა ხდება. მან არ იცის, თუ წლამდე ბავშვი არის შესული მაღალი სიცხით ის უნდა მიიღოს შეიძლება მის შემდეგ პრიორიტეტო ხო ბავშვობლისთვის ხო ეს ნელად გასაგებია და გეთანხმება მისი შვილია ყველაზე მთავარი მაგრამ და აქ პრიორიტეტებზე საუბარი ხარ რომ აუხსნა რომ ახლა სხვის შვილია და პრიორიტეტებული და შენი არა ვერ გაიგებს გაუჭირდება გაგება თქვენ ხართ პედიატრი და თქვენი მიმართულება არის პულმონოლოგია ხომ სწორია დიახ ახლა ფილტვების ანთებებზე მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური იქნება ეს თემა. ანტიბიოტიკორეზისტენტობა ძალიან ისეთი მძიმე მდგომარეობა, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მთლიანად მთელ მსოფლიოში, COVID-მა განსაკუთრებით შეცვალა უკრაინის ომმაც და ჩვენ გვაქვს ძალიან რეზისტენტული ბაქტერიები, რომლებზეც ის ძველი ანტიბიოტიკები აღარ მუშაობენ. აი, ბავშვებს ესეა ხვდებით რეზისტენტულ ბაქტერიებს, რომლის გამოც არის გამოწვეული ეს პნევმონიები, ფილტვების ანთებები და რას აკეთებთ ამ დროს, როდესაც ის ანტიბიოტიკი არ მუშაობს, რომელსაც ადრე ნიშნავდი. ეს ალბათ ერთ-ერთი ისეთი კითხვა, რომელზეც უნივერსალური პასუხი არსებობს.
როდესაც თქვენ ვარაუდობთ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობაზე, ამის უკან დგას ორი ძირითადი მოქმედი პირი. პაციენტის მშობელი და ექიმი. პაციენტის მშობელი, რომელსაც ეშინია და 38 სიცხეზე და ორდღიან ყველაზე ანტიბიოტიკს აძლევს თავისით, ექიმის რჩევისა და კონსულტაციის გარეშე და ესეთი პაციენტები არსებობს და ჩემთვის უფრო მეტად მტკივნეული, როდესაც მას აკეთებს ექიმი და არ არის სამწუხაროდ ეს იშვიათი. არარაციონალური ხარჯვა ანტიბიოტიკების დანიშნულება. არარაციონალური ხარჯვა, მოდი დავიწყოთ ანტიბიოტიკი, არ გაგვირთულდეს ვირუსი და არ გადაიზარდოს. ბევრია იცი დღემდე ესე. სამწუხაროდ კი, ვერ ვიტყვი რომ იშვიათია. არ არის გამონაკლისი ჩვენი ქვეყანა, რამდენიმე პრეზენტაცია მაქვს ამ თემაზე და ერთ-ერთი ციფრს მოგიდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე წლის წინანდელი კვლევა კერძო სადაზღვევო კომპანიების დაზღვეულ პაციენტებში, პედიატრულ პაციენტებს გულისხმობ 51% იყო არასაჭირო ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნის მაჩვენებელი. ძალიან დიდი ციფრი. არა და ანტიბიოტიკები, რო ვთქვათ, ის მედიკამენტები არიან, რომლებიც ძალიან პროდუქტიული გამოსვლებით არ ხასიათდება, აი ძალიან ცოტა ახალი ანტიბიოტიკი გამოდის, ხომ და თუ ეს რეზისტენტული შტამები მომრავლდა, უბრალოდ აღარ იარსებებს მედიკამენტი და ბანალური ბაქტერიული ინფექციები დახოცავს დიდი მოსახლეობის პოპულაციას და ამიტომ ეს ანტიბიოტიკო რეზისტენტობას ყველა ექიმი იქნება, არა ექიმი იქნება, ყველა ხელით, ფეხით, თოხით, ნაჯახით, ყველა უნდა ვებრძოლოთ, იმიტომ რომ ეს მართლაც არის მომავლის საშინელება, რაც შეიძლება დედამიწას დაემართოს. რა თქმა უნდა. მაგრამ ეს დავამატებ რა, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას. ჩვენ აქ ერთი ნაბიჯით ვარ წინ მთელ მსოფლიოზე ბაქტერიოფაგებზე მინდა აუცილებლად ვიტყვი მაგას, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვექნება და ეს გამოცდილება 100 წლიანი აქვს საქართველოს და სრულიად დარწმუნებული ვარ ეს არის ისეთი ტრენდი, რომელიც ძალიან მალე შეიძლება ძალიან მალე გულისხმობ უახლოეს 5 წლის განმავლობაში ჩვენ შედეგს მივიღებთ, რომ აღარ იქნება ანტიბიოტიკური რეზისტენტობა ესეთი საშიში და ეს ბაქტერიოფაგები, რომლის გამოცდილება პრაქტიკა კლინიკურის და თეორიის საქართველოს დაუბრუნდა ამის საშუალებას მოგცემს. და ბოლოს არ შემიძლია თქვენთან საუბარი დავამთავრო ვაქცინებთან მიმართებით. უყურეთ 90-იანი წლების, როდესაც ქვეყანა მოიყვა, ხო, 90-იანი წლების დასაწყისში ეს ვაქცინაციის კალენდარიც მოიშალა და ჩვენ გვახსოვს, რომ მაგალითად ის მივიწყებული დაავადებების აფეთქებები მოხდა, ხო, მაგალითად დიფტერიის აფეთქება მოხდა და ძალიან ბევრი დიფტერიის შემთხვევები ჰქონდა, ხო. აი იყო რაღაც პერიოდი წითელას ესეთი გახშირებული შემთხვევების და წითელა არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე ვირუსული და ფაქტობრივად 100%-ით კონტაგიოზური დაავადება ხომ და საკმაოდ მძიმე გართულებებით. ახლა მოდის გრიპის სეზონი და გრიპის აცრები უნდა დაიწყოს როგორც წესი ოქტომბრის თვეში. ძალიან ბევრი ადამიანი არ იცრება და გრიპს რო უყურებ, გრიპი ესე გონია რომ აი მარტივი დაავადებაა და არა და წლიურ სტატისტიკას რო შევხედოთ გრიპის ხომ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები, მოხუცები, იმუნოკომპრომიტირებული პირები და ასე შემდეგ და სიკვდილობა სადღაც 300,000 ადამიანს ყოველწლიურად გრიპი როგორც A ტიპის ისე B ტიპის კლავს. 300,000 ადამიანი ეს ძალიან ბევრია დედამიწისთვის. გრიპით და საქართველოშიც ყდებიან გრიპით ადამიანები, ბავშვები მათ შორის. რატომ არის რეზისტენტობა აცრებთან მიმართებაში? ეს ანტივაქსერების ტალღა რატომ მომრავლდა და როგორ უპირისპირდები ამას? აი, მაგალითად, მოდის შობელი და გეუბნები რომ არ აცრა ჩემი შვილი B ჰეპატიტზე, რომელიც პირობითად ვამბობ რომ 100%-ით ახდენს კიბოს პრევენციას, ხო? ღვიძლის კიბოს პრევენციას თუ ქრონიკული B ჰეპატიტი დაემართა ბავშვთან, იმას დელტაც დაემართა, ძალიან საშინელებაა, ხო? ასევე ადამიანის პაპილომავირუსულ ინფექციაზე გქონდეს. აი, ბევრი არცრის უბრალოდ. აი, რა არის ამის მიზეზი და რას უპირისპირდება? გიორგი, დღეს პირველ საათზე მქონდა პირველი ლექცია მეოთხე კურსს ახალი აკადემიური და იცი სასწავლო წელი დაიწყო და ჩვენ 2022 წლიდან გადავწყვიტე რომ პირველი ლექცია ყოფილიყო იმუნიზაცია. იმიტომ რომ პანდემიამ გვიჩვენა რომ იმუნიზაციასთან დაკავშირებული ცოდნის ხარვეზი არ არის მხოლოდ მოსახლეობაში. სამედიცინო პერსონალიც სამწუხაროდ იცი მართლაც ჩემთვის მიუღებელი შეფასება, როდესაც ექიმი იყო ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ გაეკეთებინა მოსახლეობას და სხვადასხვა არგუმენტები მოყავდათ ამის საწინააღმდეგო. გამოვიდა რომ ექიმი იყო ის ადამიანი, რომელმაც გარკვეული როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენთან 17,000 ადამიანი მოკვდა კორონავირუსით.
ჩვენ რომ მიგვეღწია იმ სამიზნესთვის მინიმუმ 60% აგვეცრა მოსახლეობის 5000 ადამიანით ნაკლები დეტალურად ხდებოდა ქვეყანაში. ვაქცინაციის 31%-იანი. აი COVID-ს თავი დავანებოთ უბრალოდ აი იმ დაავადებებს. ამ პანდემიამ COVID-ის ვაქცინის საწინააღმდეგო განცდამ გადაინაცვლა გეგმიურ ვაქცინაციას. ეს არის მარტო საქართველოს სტატისტიკა, ეს არის მსოფლიო სტატისტიკა და კორონავირუსის პანდემიის დროს ესეთი ნეგატიური დამოკიდებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ შემდეგ გამოვლინდა კალენდარულ ვაქცინებზე. ჩვენ გვქონდა 97% წითელას მეორე ვაქცინით 5 წლის ასაკში მოცვის მაჩვენებელი. ერთ-ერთი საუკეთესო და იდეალური. 91%-ზე ჩამოვიდა ეს მაჩვენებელი. 10000 ბავშვია საქართველოში ახლა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გარეშე. წითელა ის არის საფრთხე, რომელიც ძალიან გვეშინია და ძალიან ნერვიულობთ ამას. ხო, ან თქვენ აღნიშნეთ, რომ 100 შემთხვევიდან ერთი ლეტალურად ჩვენისთან ეკონომიკის ხორე ქვეყნებში ერთი ბავშვი კვდება 100 წითელადან და ამის გარდა ჩვენ იქ უნდა ხედველობაში მივიღოთ შეიძლება წითელას მიერი გამოწვეული ენცეფალიტი ხომ ესეა ენცეფალიტია კი ხო სწორად ვამბობ რომელიც 15 წლის შემდეგ განვითარდეს და ისიც ზუსტად 100%-იანი სიკვდილობით ლეტალობა გვაქვს ისე როგორც სოფის შემთხვევაში ერთი დავამატე პაპილომავირუსი ახსენე ეხლაც ესეა სამეცნიერო უნივერსიტეტში უფრო მეტი გოგონა ეჭვდა ლექციაზე ეს კითხვა ბიჭებიც უნდა იცრან აუცილებლად უნივერსალურია და დავსვი ეს კითხვა კიბოსი გეშინიათ ამაზე პასუხი ორი არ არსებობს. ამაზე პასუხი არის ყოველთვის დია. არ არსებობს ადამიანი მithmedes საყოველთაოდ რომელსაც კიბოს არ ეშინათ. კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა რო არსებობდეს, გაიკეთებთ? აქაც პასუხი კი გავიკეთებ. პაპილომავირუსის ვაქცინა ამდენსაკავად გაკეთებული. ორ სტუდენტს ჰქონდა 14 გოგონადან გაკეთებული. ანუ სრული პარადოქსია. კიბოს გვეშინია, კიბოს ვაქცინაზე თანახმავართ, სახელმწიფო გეუბნება, მოდი გაიკეთე უფასოდ, არ იკეთებ. აი ამაზე ახლა შენ გააკეთე კომენტარი რატო? ხო, არა მაქვს მეც კომენტარი და ამიტომაც ვკითხე მე და არ მაქვს ხო კომენტარი. აი, ნუ ძალიან სრული წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია რომ ესეა. გრიპთან დაკავშირებით სიტუაცია ზუსტად მაგ ჩარჩოშია, რეზისტენტობა არსებობს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დეკემბერში და იანვარში იხსენებს, რომ ვაქცინაცია გრიპის საწინააღმდეგო ყოფილა საჭირო. როცა ცოტა დაგვიანებულია. როცა უკვე დაგვიანებულია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ იცოდეთ რომ გრიპი ყოველთვის მოვა, არ არსებობს ზამთრის სეზონი გრიპის გარეშე. 200,000 დოზა, რომელიც სახელმწიფო შემოაქვს ყოველწლიურად უფასო. წესით რისკი ჯგუფების რაოდენობა ქვეყანაში გაცილებით უფრო მეტია. თან არ ვამბობთ რისკი ჯგუფები, ვისაც გინდათ გაიკეთეთ. 3,900,000-ია საქართველოს მოსახლეობა. 6 თვის შემდეგ შეიძლება ადამიანმა გაიკეთოს ვაქცინა. 200,000 წესით ერთ კვირაში უნდა დამთავრდეს. 200,000 დოზა ყოფნის 6 თვის, 4 თვის განმავლობაში და ისიც ბოლომდე ხანდახან ათვისებული არ არის. ამიტომ ვერ გეტყვით ამას რა ჭირდება, ალბათ ჭირდება უფრო მეტი საუბარი, უფრო მეტი აქტიურობა, უფრო მეტი კამპანია ტელევიზიით იქნება თუ მაგრამ ზოგი იცი რას ფიქრობს რომ ერთხელ აცრილი ვარ გრიპის ვაქცინა ვირუსით და რატომ უნდა ავიცად არა და ეს შტამები ყოველ წელს სხვადასხვა გრიპის შტამი ხდება რა თქმა უნდა და მეორეც კიდე გავიკეთე ვაქცინა და მაინც ავად გავხდი როდესაც ვეკითხები ავად რო გახდით საუნდტროფოში წასვლა დაგჭირდათ არა რაიმე გართულება ქონდათ არა მაღალი სიცხე ქონდათ არა ეს იმას ნიშნავს რომ გრიპის ვირუსი არ შეხვდა სხვა ტიპის ვირუსსაც არ დაიცავს გრიპის ვაქცინა გრიპის ვაქცინა გიცავთ მხოლოდ 4 ტიპის გრიპის ვირუსისაგან დანარჩენი 15 ვირუსი რომელიც ცირკულირებს ქვეყანაში არ ახართ ამისაგან დაცული მაგრამ აი ამისი ახსნა ამისი განმარტება ისევ და ისევ მოსახლეობის განათლების თემა რთული ვირუსული შტამებისგან გვიცავს ეს ვაქცინა და ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამეორდები რომ სიკვდილობა გრიპის მიერ გამოწვეული ძალიან მაღალია ძალიან მაღალია ანიკო მადლობა მინდა გადაგიხადო საინტერესო საუბრისთვის და წარმატებები გისურვო და წარმატებები უსურვო მურმან-იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს თელს კოლექტივს შემადგენლობა ძალიან დიდი მადლობა გიორგი მადლობა თქვენ პირიქით და მიხარია რომ ძალიან ბევრი ბავშვის და ძალიან ბევრი მშობელის იმედი ხარ ამ ქვეყანაში იმიტომ რომ პირადი გამოცდილებით როგორც მშობელი ყოველთვის ძალიან იმედიანად ვიყავი ხოლმე როდესაც შენ გირეკავდი, შენ ერთვებოდი ჩემი შვილის ჯანმრთელობის დამენეჯმენტებაში. ერთი თქო უნდა მექნება, თუ შეგიძლია ჩვენ მაყურებელს მოუწოდო, რომ გამოიწეროს ჩვენი YouTube არხი და მოგვიწონოს, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია ექნება, რომ ახალ-ახალი საინტერესო ისტორიებით წარვადგინოთ ექიმები. რაღაც უნდა კონდეს გამორჩეული YouTube არხს, რომ ვიღაცას მოუწოდო.
ამიტომ ეს გამორჩეული რაღაცა კი არა, ძალიან ბევრია. ეხლა ჩვენ ერთ საათის განმავლობაში იმდენ განსხვავებულ თემას შევეხეთ და ყველა ის წინა ეთერი რაც იყო, იმდენად სხვადასხვა თემაზე იყო საუბარი, რომ ეს არ არის მარტო საინტერესო მოსასმენი, ეს არის ასევე სასარგებლო ინფორმაცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია ესეთ უჩვეულო ჭრილში და უჩვეულო ფორმატში არის ის, რაც ყველასთვის უნდა იყოს საინტერესო და ის 1 საათი იქნება თქვენთვის ალბათ ის პერიოდი, როდესაც თან რაღაცას გაიგებთ, თან რაღაცას მოისმენთ, თან რაღაცაზე გაერთობით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ გვაკლიათ ძალიან ამ სივრცეში ესეთ ტიპის გადაცემები. ეს გადაცემები ან აგრესიულ პოლიტიკურია, ან სისულელეებზეა საუბარი, რეკლამირების სახით, ასე რომ განსხვავებული ნიშა არის, რაც ამ პოდკასტს აქვს და დიდი მადლობა, რომ ესეთი ნიშა შექმნეს, ეს პრეცედენტი შექმნი ქართულ სოციალური მედიის ისტორიაში. მადლობა, გამოგვიწერეთ, დიდი მადლობა, გემშვიდობებით ერთი კვირით. მადლობა.